ისტორია არასდროს დამოვიწყდება. ერთი დღე იყო ჩემს სკოლაში. ჩემს სკოლას ძირითადი ორი აბაზანა აქვს, მაგრამ ერთი აბაზანა განაწილებულია შენობისგან. იმ აბაზანაში წლები არავინ ყოფილა. პინცური იატაკი, 6 ტუალეტიდან 3 აქვს კარი და ერთი გადახილია. ამ ერთ დღეს ჩემ მეგობრებთან ვიჯექი და უბრალოდ საუბრობდით და ვიცინოდით, როცა მე უეცრად საპირფარეშოში მომინდა. ყველაზე ახლო საპირფარეშო იყო ის განაწილებული შენობისაგან. დანარჩენები დაკავებული იყო და ასევე შორს იყო. როცა შევედი, საშინელმა სუნმა დამარტყა. პინცური იატაკები იყო, 6 ტუალეტიდან 3 ჰქონდა კარი, ერთი ჩატეხილი იყო. დავჭექი და ვეცადე, რომ ძალიან სუფთად მეკნა ყველაფერი. მოუშვი ონკანი და დავიწყე ხელების დაბანა, როცა უეცრად გავიგე კაკუნის ხმა. ონკანი დავგედე, ჩავხედე სარკეში, მაგრამ ვერაფერს ხედავდი. რადგან რა თქმა უნდა ძალიან პინცური და დაბურული იყო, არავის გაუწმენდია. როცა დავიწყე ხელის გამშრალება, ისევ გავიგე კაკუნის ხმა. ადია მომივიდა, რომ გამეწმინდა ადია მომივიდა ხმა. რომ გამეწმინდა სარკე გავწმინდე და რაც დავინახე არასდროს დამოვიწყდება. ტუალეტის ნატეხიდან ხელი იყო გამოყოფილი, აკაკუნებდა, ავხაჭუნებდა, თითქოს რაღაცა უნდოდა. სულ თეთრი ხელები ჰქონდა, მაგრამ უკანო გავიხედე, არაფერი იყო. უცებ გავიაზრე, რომ შეიძლებოდა მომეჩვენა ეს ყველაფერი და გარედან მიკაკუნებდნენ ჩემი მეგობრები. როცა ხელი შეუშვირე წყალს დასაბანად, უეცრად გავიგე კაკუნის ხმა და რაც დავინახე არასდროს დამოვიწყდება. შემზრავი ღიმილით ჩემივე ანარეკლი მიყურებდა, ჩაშავებული თვალებით, წითელი გუგებით და კიდევ რომ გავიგე კაკუნის ხმა, მერე დავინახე ყველაფერი. ჩემივე ანარეკლი მე მიკაკუნებდა, რომ ჩემი ყურადღება მიექცია. ამ დროს არ ვიცოდი რა უნდა მეკნა. ძალიან შემეშინდა. უბრალოდ დავიკივლე და გავიქეცი. როდესაც საუბრობდი ჩემ მეგობრებთან, უთხარი რაც მოხდა. მაგრამ მათ არ დამიჯერეს. მათ იგონათ, რომ უბრალოდ ვეხუმრებოდი. დღემდე იმ ტუალეტში არასდროს შევდივარ. სარკეებს ვუფრთხილდები, ვირიდები. არ მინდა, რომ სარკე სახლში გადაუფარებლად მქონდეს. ეს დღე არ დამოვიწყდება.